არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა საზოგადოების კეთილდღეობისათვის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. პროტესტი დღეს ქუთაისში გრძელდება, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს რეზო ჩხეიძე მიმართავს თხოვნით, მისცეს მას შესაძლებლობა, რომ პარლამენტის წევრებს 5 წუთიანი სიტყვით მიმართოს. არასამთავრობო ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია ჯერ კიდევ 2 დღის წინ თბილისში გამართა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საშიში ადამიანია და მან პოსტი უნდა დატოვოს. აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. ჩვენ ვიწყებთ აქციას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. პირველი აქცია იმართება ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 3 წლის წინ ვანდალურად ააფეთქეს დიდების მემორიალი, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. ასევე დაგეგმილი გვაქვს პარლამენტში, პარლამენტის ხდომაზე სიტყვით რეზო ჩხეიძის გამოსვლა. 3 წლის წინ ნიკოლოზობა დღეს საქართველოში მოხდა დიდი ტრაგედია. ნიკოლოზის შვილთაშვილმა, ნიკოლოზის შვილიშვილმა, ნიკოლოზის შვილმა და ნიკოლოზის მამამ თავისი შვილის ნიკოლოზის დაბადების დღეს ააფეთქა ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად წოდებული დიდების მემორიალი, რომელსაც შეეწირა დედაშვილი და სისხლიან ნანგრევებზე აგებულია პარლამენტი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მომავალი სისხლიან ნანგრევებზე არ შეიძლება აშენდეს. უნდა გადადგეს. უეჭველად უნდა გადადგეს. ხალხს ამოუვიდა მოთმინება. ზირს სააკაშვილი.